truck driver-ის შემოსავალი კანადაში. თუ გინდა გაიგო მეტი ინფორმაცია კანადაზე, გამოიწერე ჩემი გვერდი. რაც შეეხება truck drivers კანადაში და მათ შემოსავლებს, რაც მე ინფორმაცია მოვიძიე დღესდღეობით, მათ შემოსავალი იწყება დაახლოებით $4,500 თვეში და სადღაც $10,000-მდე. დამოკიდებულია რა ტვირთს ატარებთ და სად მუშაობთ. თუ მუშაობთ კანადა-ამერიკაზე, შესაბამისად ცოტა მეტი გამოსდით, 6-7 მე რაც მოვიძიე. თუ მუშაობენ ალბერტაში და ცოტა მთიან რეგიონებში, მან დამატებითი ბონუსები არის და თითო მილზე ცალკე პლუს 10 ცენტს უმატებენ თუ არ ვცდები. დაგჭირდებათ პირველი კლასის მართვის მოწმობა, commercial driver license. საკმაოდ ძიმე სამუშაოა, მაგრამ საკმაოდ მოთხოვნადი სამუშაო არის. ემიგრანტებისთვის ძალიან ხელმისაწვდომია, ავტოსკოლები დაახლოებით ალბერტის პროვინციაში $15,000-მდე ჯდება. და ამ $15,000 შემდეგ გაქვთ მართვის მოწმობაც და ჩაბარებული გამოცდების და ყველაფერიც. სამუშაოს დაწყება ადვილი არის, მაგრამ ვისაც გამოცდილება არ აქვს, მათ ყველაზე დაბალ ანაზღაურებას თავაზობენ და სთავაზობენ რაღაცა საათში $25 თუ რაღაცა. ამერიკასთან შედარებით გაცილებით დაბალი ანაზღაურება აქვს truck drivers კანადაში ვიდრე ამერიკაში. მყავს მეგობარი, ვინც მუშაობს ამერიკაში truck driver-ზე და დაახლოებით $7,000-8,000 გამოსდის თვის ბოლოს. აქ მე ვისაც ვიცნობ, $5,000-6,000-ზეა საუბარი საშუალო ანაზღაურება ალბერტის პროვინციაში, მაგრამ კანადურ დოლარზე. ამერიკული დოლარი სხვა არის, კანადური დოლარი სხვა არის. რავი, ზოგადად ეს არის ინფორმაცია truck driver-ებზე. კომენტარებში დააფიქსირეთ და მომწერეთ რა პროფესიები გაინტერესებთ, კანადაში ზოგადად და მეც შეძლებს დაგვარად მოვიძიებ რაღაც ინფორმაციებს და ავტვირთავ ხოლმე ვიდეოებს. მადლობა ყურადღებისთვის.